ევროპაში წახვალ ვიზით თუ უვიზოდეს არა ეგზისტენციური საკითხი, ამბობს ირაკლი კობახიძე. უცნება არ აპირებს უარი თქვას კანონებზე, რომელიც დასავლეთის თქმით არ შეესაბამება დემოკრატიულ პრინციპებს და რომლებსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი აპროტესტებს. კობახიძემ ანტიევროპული განცხადებაც გააკეთა და ბრიუსელი საბჭოთა მოსკოვს შეადარა. ქართული ოცნება გახარიასა და ხაზარაძის პარტიების აკრძალვასაც აანონსებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ. კობახიძის თქმით, არჩევნებში მონაწილეობა არაფერს ცვლის. პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა ქვეყნიდან საქართველოს 27 მოქალაქე გამოაძევა. მიზეზებს შორისაა ეროვნული თავდაცვისა უსაფრთხოების, ასევე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფა. ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა, პოლონეთში უკანონო თყოფნა, საზღვრის უკანონო კვეთა. ერთ-ერთი მოქალაქე ქურდობისთვის 12 ჯერ იყო ნასამართლევი. იულია სვირიდენკო უკრაინის პრემიერ-მინისტრი გახდა. უმაღლესმა რადამ მის დანიშვნას 262 ხმით დაუჭირა მხარი. პრეზიდენტმა ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრის პოსტზე სვირიდენკოს კანდიდატურა პარლამენტს გუშინ წარუდგინა. მან ამ თანამდებობაზე დენის შმიჰალი შეცვალა.